სასამართლო ნამდვილად არის სისტემა, სადაც ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ საზოგადოების ნდობა დაიმკვიდროს. სასამართლო სისტემაში ასევე მოვიშველიებ სხვადასხვა შეფასებებს, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივს და 2012 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად არის მდგომარეობა გაუმჯობესებული, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ამიტომ სასამართლოს მიმართულებით, ნამდვილად შეგვიძლია გამოვყოთ ერთ-ერთ რგოლად, სადაც მუშაობის გაგრძელება აუცილებელია. ძალიან დიდი მადლობა. კი ბატონო, გისმენთ. ბატონ ლევანის მიკროფონი ჩავთოთ, თუ შეიძლება. გარკვეულწილად, კარგია რომ ქალბატონი თამარიც გვეთანხმება სასამართლოში არსებულ პრობლემატიკასთან დაკავშირებით, მაგრამ სათავე იმაში მდგომარეობს და არის რომ ამ პრობლემატიკის დაძლევის სურვილი მოქმედ ხელისუფლებას არ გააჩნია და პირდაპირ შეიძლება ითქვას რომ გადასულია მოქმედი ხელისუფლება სასამართლო ხელისუფლების დაკომპლექტებით წარსული შავი ლაქის მქონე მოსამართლეებით და შეგვიძლია გადავხედოთ უბრალოდ იუსტიციის საბჭოს, იქ წარმოდგენილ წევრებს, მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და იმ მოსამართლეებს, რომლებზეც არა მარტო ქართულ საზოგადოებას, არამედ ევროპის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები არსებობს, რომლებიც კრიტიკის ქარცეცხლში არის ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი ხელისუფლება, მაშინდელი ხელისუფლება გატარებული და დღეს წარმატებით ამ შემთხვევაში უფრო დავაწინაურეთ ის შავი ლაქვის მქონე მოსამართლეები, აქედან გამომდინარე, ნება არ არსებობს ქალბატონო თამარ და როდესაც ნების არარსებობა არის, ამ შემთხვევაში რაიმე ცვლილება ხელშესახები ქართული ოცნებამ რომ გაატარებს ამასთან დაკავშირებით მე ძალიან ძალიან დიდი მადლობა.